დღეს ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩამონტაჟებული მაცივრის დამონტაჟება. აქ ეხლა კიდევ რა არის გასათვალისწინებელი, რომ ამის კარები იღება საპირისპირო მხარეს და რადგან არ გვინდოდა რომ ესე დაგვეტოვებინა კარები. ეხლა ეს კარები უნდა შევატრიალოთ და მეორე მხარეს უნდა გადავიდაროთ. დავიწყოთ უშუალო პროცესი და ნელ-ნელა გაჩვენებთ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. და ეხლა შესაბამისი ამაზე მიდის ხოლმე შესტიგრანი ნიჩები. ეს პატარა ზემან კი უნახე სადღაც იყო. ამაზე ჩვენ დაგვშვიდება შესტიგრანი კრუჩები. და ერთ შურუპოვი მოთხოვე ჩემგება. Так. კარები არ ჩამოვარდეს. ეს ზევით ზედაკარები. ნუ ეხლა ამის გაკეთება არც ისე რთულია. ეს ამოვიღეთ. ეს ზედაკარებით ჩამოხსენით. ეხლა აქ ფიგურნი აღება, ესე იგი ისია მოწყობილი ეს მაცივარი, რომ გინდა არ გინდა უნდა გვატყურო. შეიძლება რომ თუ შესტიგრანზე იწყობა იყოს სულ შესტიგრანზე იწყობა და თუ ფიგურნიზე იწყობა იყოს ფიგურნიზე იწყობა. ეხლა აქ რა ხდება უკულე ეს ხო გადატრიალდება. ნახე ეგენი აცალე შენ ეს ხო გადატრიალდება და ეს არის გადმოსატრიალებელი მეორე მხარეს. ნორმალური ჩანდეს. მე როგორც მივხვდი რა, იმიტომ რომ ესეთი გადატანა არც ისე ხშირად გვიწევს ხოლმე. და ჩემთვისაც რაღაცეები შეიძლება გზადაგზა დაფიქრება დამჭირდეს. ანუ ეს მოეშვა ესე. გადავიდოთ მეორე მხარეს. კარგად გადავიდოთ. და გვაქეთ მხარეს. მეორე შურუპი რო დაგვიგვერდა. ის შურუპი ავიღეთ. მეორე ეს. ეს გადმოვიდა. ეხლა ამას როგორც იქით ამ მხარეს იყო იგივენად გამზადებულია ადგილები საშურუპეები, რომ გადმოვიდეს მეორე მხარეს. ეს უკვე იმაზეა. ეს შესტიგრანზეა. მარლითა ფიგურისია. შუა შესტიგრანზე და ეს რომელი ფირმის მაცივარია ვერც გეტყვით, არ ვიცი. ატელია სადღე? არც და რა. თუ სავარაუდოდ არც ისეთი ბრენდები და ჯგუფები არ უნდა იყოს. ეხლა ის რო დავაკენ, ის არ მომეტენებია. იმიტომ რომ ჯერ მაცივარმა ჩავსვა. ეს ესე მარტივად გადმოდის. ამას ბევრი რაფერა შედება. ამას ესე ჩავხსნი, ჯერ კარებმა ჩავსვა. ამას
Так. Буди ეხლა ვქნათ იცი? ეგეც შესვი. ხალხი არა ჩალის იმის მოხსნაც რა ძელის უნდა შემოშო. კარი. სულგა. ეს იყო როგორც ხედავთ კარების გადატანის პროცესი. ავასრულეთ. ეხლა დავიწყებთ უშუალო დამონტაჟების პროცესს. ანუ რას ვაკეთებთ? მაქსიმალურად უნდა მოვწიოთ გვანჯვინა მხარეს. მაგალითად ეს მიმიჭი მეკედისკენ აი აქედან ფიქსირდება ესე დაფორმა რო არის მოძრაობს და ქვედან მხარეს გვაქვს და ეხლა ჯერჯერობით თვითონ შურუბზე ავიყვან რამე გამოძრავება მიწამოწება შეიძლება და მე დავუმატებ უკვე ბოლოს შურუბებს. ამონახოთ. და ცოტა შეგვიძლია დამშვიდება. მოგოუშვი. ნუ ეხლა ეს კარებები ესე სათითაოდ რო არ გაიგოს ამისთვის არის ეს მექანიზმები მაგისი რომ ესენი დამონტაჟდება და უკვე მე უშუალოდ ამ კარებთან ერთად იმოძრავებს მაცივრის კარებიც. იქნება საკმაოდ კომფორტული. დეტალი მაგდება უშუალოდ მაცივრის კარებზე. და აქვს მონიშნული აქვს სადაც უნდა ჩაეჭიდოს შურუბი. აი ეს ადგილია შეიძლება ვიდეოში ისე კარგად შემდეგ ვიღეთ აი ამ დეტალებს რომელიც უკვე უნდა დამაგრდეს თვითონ MDF-ის კარზე. ის რით მონიშნული აქვს იმ მხარე რომელიც უნდა იყოს. ცოტა დაახლოებაში ნახოთ როგორ უნდა მოვიდეს. ანუ აქედან უნდა ავიღოთ სადღაც 2 სანტიმეტრით შიგნით. აი იმას ავსტეთ.
ნაკლია ჩამიქროს ხალები დამიქროს. ამასაც იგივე ზომაზე დავაფიქსირებთ. შემდეგ უკვე გაღებულზე უკანასა შურუპებით კარგად ჩავუჭიროთ. აუთო ის უთხრათ რამდენიანი შურუფით უნდა იმასაკ დაუჭირო. შურუპი არის 18 მმ-იანი. აი, შედეგი უკვე ჩანს. ვაგებთ კარებს და მაცივრის კარებთან ერთად საკმაოდ თბილად და კარგად. აი, ხურება როგორც მაცივარის კარები, წკა. ეხლა დავით კარებზეც იგივე მოქმედებები უნდა გავიმეოროთ და ეგ არის. შენი ჩასამონტაჟებელი. ანუ დავასრულეთ მაცივრის ჩაშენება, უკვე ჩაშენებული მაცივარი. გამოიყურება აი ასე. იყო კიდე რაღაც მარტო დეტალები, რომელიც ვიდეოდან ამოვჭერთ და გამოტოვეთ. იმის გამო რომ მათ თვითონ არ აყოფნის მაცივრის ჩაშენებას, მით უმეტეს რომ კარებიც შესაძლებელი იყოს სხვა მხარესირებოდა, სხვა მხარეს გადავიტანეთ. მაცივარი ჩაშენებულია. ნუ ახლა აქ ამ სამზარეულოში უკვე მოსდევს მე ჩაშენებული ჭურჭლის მანქანა. და მუშა პროცესებია და თუ თვალს გვადევნებთ და გამოგვიწერთ, ნახავთ ბევრ საინტერესო ვიდეოს.